2020 წელს ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების დასაშლელად შეცდომით ქიმიური ნივთიერება გაუშვეს. ახალი ინფორმაცია ამჯერადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლისგან ხდება ცნობილი. TV პირველთან ლაშა შერგელაშვილი ამბობს, რომ მაშინ ეს თემა მიჩქმალეს, თუმცა ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. ამასობაში შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე ცნობების საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იქცევს. Amnesty International ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს მიმართავს და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის აღჭურვილობაზე ემბარგოს დაწესებას მოითხოვს. გორში მამაშვილი ცაციაშვილების მკვლელობაში ბრალდებულ სერგო ახალკაცს უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ მიიღო. ცაციაშვილები 28 აპრილს გორში სავაჭრო ცენტრ გალერეასთან ჩაცხრილეს. შვილი ადგილზე მამა კი საავადმყოფოში დაიღუპა. უკრაინამ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გასულ ღამესაც დაბომბა. ობიექტი რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიაშია და საათში საშუალოდ 840,000 ტონას საავიაციო ნავთს აწარმოებს. რუსებმა უკვე მესამედ განაცხადეს, რომ პოკროვსკი ალყაში მოაქციეს და აკონტროლებენ, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. აცხადებს უკრაინის საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური. გენერალ ლასიჩუკის თქმით, ვითარება უმძიმესია, თუმცა ბრძოლა გრძელდება და უკრაინული ჯარები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს სრულად აკონტროლებენ.